ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფილაშვილმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს მერის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო პაკეტები გადასცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. საშობაო ამანათი თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 21 მოქალაქეს გადაეცა. თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავიარეისი შეასრულა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო 6 თვე დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ ავიარეისებს ასრულებს და თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირებას უფასოდ უზრუნველყოფს. შობა ახალ წელს მოგილოცავთ ყველას ხვავის, ბარაქის, ბედნიერების და მშვიდობის წელი ყოფილიყოს ყველა ქართველის და საქართველოში მაცხოვრებლის. საქართველოს მარგალიტიდან თუშეთიდან მოგილოცავთ აქაურებს ამოვედით მიულოცეთ სასურსათო პაკეტები ამოუტანეთ მოზამთრეებს. ყავს წელს 20 მოზამთრე ყავს, დაგვემატა ერთი უცხოელი, ყაზახეთიდან ერთი უცხოელი მოზამთრეც და გვიხარია რომ ყოველწლიურად პოპულარული ხდება ეს ჩვენი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. 82 წლის მარტიდან დავრჩი მარტში მეხდება 44 წელი რაც აქოვარა. ავიცი მგონი სტაჟიანი ვარ და ეს ზამთარში გვიხარია ეგ მაინც ხდება რომ საახალწლოდ მოაგვცეთ უფლები კბილეული მადლობას ვიხდით მაგის გულისთვის გამგეობას და სულ ყველას მადლობა დიდი რომ აი ეგეთ რაღაცეებში ყურადღებას ვაქცევენ სასაზღვრო ძალების სასაზღვროების ვერტმფრენით გადმოაგვცეთ ყველაფერი ფქვილი თითო რამე გჭირდება ელემენტარული ყველა